Ირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ზურა შევარდნაძე. ესე იგი, მე ხო დაგარქვი სახელი. მე ქვია მე შედაგარქვი სახელი ქვეყნის მთავარი მებაღე. ესე უნდა დაგარქვი. მაგე მე მგონი სხვებმა დამარქვეს და შენ იბრალე. არა, ესე მოდი ეს იყოს, რომ მე დაგარქვი, რომ შენ ხარ ქვეყნის მთავარი მებაღე. კაი, ვიყო. ეს არის, იმიტომ რომ ქვეყნის მთავარ აქ იუმორისტულ გადაცემაში ხარ და ქვეყნის მთავარი მებაღე. მთავარ არღზე, მთავარი მებაღე. მთავარი იუმორისტული გადაცემა. ამბავში. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. უღრმესი მადლობა. შენ ვიცი რომ ეს სიხარულით მოვდივარ. ვიცი რომ სულ დაღლილი ხარ. იმიტომ რომ მიწაზე მუშაობა ძალიან რთული ამბავი და სულ მუშაობ. აი სულ რაც მე შენი პოსტები მაქვს ნანახი და სურათები, აი. ხო დღეებთ გავდავ თესავ და ხამე პოსტებს წერ. კი, საღამოს Facebook-ზე პასუხობს მოსახლეობას ესეთი განრიგი აქვს მუშაობის. ფათაჟორის მამაჩემმა დამირეკა, იცი? ხო. გურიიდან. აი როგორი დრო იყო, იცი? მანქანა რო არ მოძრაობდა, მარტო ფორტოჩკა რომ იყო, ჩემი ფორტოჩკა იყო მარტო ღია, ფანჯარა. სხვა ყველაფერი დაკეტილი იყო და მამა მადროვე და საღამოს დაგირეკავ. მე აქიდან ასე. თორე ჩემთან რიგი იდგა. ხო და იქიდან ძალიან დამწუხრებული ხმა მესმოდა რომ ბიჟო პენტაგონინდე იკეტა და შენ კიდევ ცოტა გაკვირვებული და თან შეწუხებული. ანუ ესე იგი შენი ბაღი გარდენია ქვია ხო ის? ხო გარდენია, ანუ ფაქტობრივად არ დაკეტილა, იმუშავა, ანუ ბიზნესი გადააწყვე. მე მგონი ყვავილები ქონდა ძალიან ბევრი გაშვებული სათბურებში. იცი რა, სხვა გამოსავალი არ იყო ხო, რაღაცა ასე 3 დღე დამჭირდა და 3 დღეში ჩემი დიადი გეგმები უცებ. და რაკენი რა გააკეთე აი. ცოტა ყვავილები გამოვყარე გარეთ სათბურებიდან, გარეთ გამოვიტანე და სათბურები დაუთმე ბოსტნეულის ჩითილებს და ნერგებს. საიდან მივხვდი რომ შეიძლება ბოსტნეულის ჩითილები და ნერგები დასჭირებოდა მოსახლეობას? არა მივხვდი, მაგრამ ჩემ მტერმა ვერ მივხვდეს მაგი რომ ხედავ რა ხდება ირგვლივ. მართლა თეთრი სახლი დაიკეტა და ხო, არა. ჭამა ხო გჭირდება რა. ჭამა იყო თავარი საკითხი და ძალიან ხალხი იყო შეწუხებული და ეძებდა. ამას უკვე მივხვდი რომ ყვავილს აღარავინ აღარ კითხულობს და ყველა ეძებს რა დარგას იმისთვის რომ კონდეს საერთაშორის წელს რაც ჩითილი დაირგა ხო და მარტო მეფანჯარაში რაც გავაძვრინე იმაზე გელაპარაკები 40 დღე ვიჯექი ფანჯარასთან და პასუხობდი და ურჩევდი და ვარიგებდი და ხო რაც მე წელს ჩითილი გავაძვრინე ამ ფანჯრიდან და ბოსტნეულის თესლი იმის ნახევარი თუ ამოვიდა არ ვიცი ის პამიდორი წაგვიღებს ალბათ წაგვლეკავს ძალიან მაგარია. ანუ ესე იგი ხალხი მოდიოდა რიგები იყო ხო? არა თბილისის ზღვამდე იდგა რიგი, იმიტომ რომ აი არ წარმოგედგინია რა ხდებოდა. და ხალხმა იცოდა მაგალითად როგორ უნდა მიხედოს, როგორ უნდა მოიყვანოს, არ იცოდა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეკითხვა იყო ისეთი უცნაური. ეს მარტივი ხო არის, დარგი და წახვედი. ამას მორწყვა უნდა მაგალითად მეკითხებოდნენ, რომ მივიტანთ ერთმა ისიც მკითხა რომ ზოგჯერ მგონია რომ იგონებენ, დედას გეფიცები, აი გულწრფელად გეუბნები რომ მგონია რომ იგონებენ. რას მაგას? რომ მაგალითად მეკითხებოდა რომ ეს სახში მისვლამდე აყვავდება? და ამ დროს ვიბნეოდი ვერ ხვდებოდი რა უნდა უპასუხო, რა უნდა უთხრა, არ ვიცი. მორწყვა უნდა? ხო. და ისე რომ აი აქამდე არ გაუგი. ერთი ძალიან საყვარელი ქალბატონი ყავდა, აი რომ მონდომებული გამოპრანჭული იყო, ბრძანებული და მივხვდი რომ პამიდორი არათუ დარგული აზრადაც აქამდე არ ქონდა, არ გაევლო რომ ხო, პამიდორი დარგას და ნუ მოსულია მონდომებული და მეუბნება 200 ჩითილი მინდა პამიდორის. მითხარ ქალბატონო იქნებ 20-ით დავიწყოთ ჯერჯერობით. 200 ძალიან ბევრი ხო 200 ჩითილს რო დარგა 200 პამიდორს ვერ გამოხვალ ბოსტნიდან შემოდგომა და იტრიალო ბოსტანში და ფურჩქნო და ახვიო და ასხურო და თოხნო და მარგლო და მე 200 კილო პამიდორს მოიწევს ის პამიდორი ბევრია იმას მე ამდენი ტომატები უნდა აკეთო და არ გავდა ეს ქალბატონი ნამდვილად გაპრანჭული მძივებით რაღაცა ასე მარგალიტები მე ვთქარი ქალბატონო მოდით 20 ჩითილით დავიწყოთ ჯერ მეთქი 20 დარგეთ მიწა დამუშავებული გააქვთ რაღაცებს პროფესიული ჩავჭრა რომ იქნება გადავაფიქრები 200 ჩითილი და ზურაბ ძალიან ისეთი ტონით, ძალიან მკაცრი ტონით, ზურაბ მე გთხოვთ რომ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, ხო, მაგრამ იქნება მაშინ 30. რას ამბობო, დიდი აივანი მაქვს და მინდა ბალკონზე გადავფინო. ბოსტანიც არ ქონია, უნდა რომ აივანზე გადაფინოს 200 პამიდორი. და დარწმუნებულია, გულწრფელად დარწმუნებულია რომ ეს პამიდორები მოისხავენ და ამ პამიდორით ავშენდებით და კიდე უკეთესი ამბავი მქონდა. ყოველ საღამოს დაღლილი რომ მოვდიოდი ამ ჩემი ფანჯრიდან წერდი რომ სამწუხაროდ გარდენია სტუმრებს ვერ მასპინძლობს, მაგრამ
თუ მობრძანდებით ფანჯრიდან მოგაწვდით ჩითილებს, ამის თესლს და ჩითილს მოგაწოდებთ ფანჯრიდან. ხო. ამას სულ უსვამდი ხას, რომ შიგნით ვერ შემოგიშვებთ, მაგრამ ფანჯრიდან მევიჯექი თვითონ და ფანჯრიდან ყველას ვარიგებდი. და ერთი ძალიან საყვარელი ხმით რეკავს ქალბატონი, შუა დღეს უკვე 12-ია, კარგად გამოძინებული ხმით, ძალიან საყვარელი ისეთი ხანდაზმული უკვე ქალბატონი და ამბობს რომ ისაო რა ქვია, მეო ველოდებიო და არ ჩანანო. რას ელოდებით მეთქი და მეო გუშინ დავრეკეო სხვათა შორის და მისამართი ჩავაწერინე კიდევ ერთხელ გიმეორებთ ასე მისამართი პირველი სართულია თეთრი ფანჯარა და ეს ფანჯარა ღია მაქვს სპეციალურად და ველოდებიო დარწმუნებული იყო რომ მიუტან და ფანჯარაში მივაწოდებთ ჩითილებს მოგაწყვეტ ფანჯარასთან გაიგო და ჩემს ფანჯარასთან მომაწ ასე გაიგო საყვარელი ძალიან საყვარელი ვერ გაუბრაზდით ისეთ საყვარელი ხმით ლაპარაკობთ რომ ვერ გაუბრაზდით ძალიან სასაცილო გურიაში იყავით ჩასული ახლა მიდან ახალი ჩამოსული ვარ კი რა გური არის ერთ-ერთი რაიონი რომელშიც სადაც კორონავირუსი არ დაფიქსირდება მე მგონი თუ კახეთი და გურია თუ არ ვწდები ხო გურია რომ ნამდვილადაა ვიცი და გურულები ამას ძალიან ჩვეულებრივად იღებენ. ვითომ ეს ასე უნდა იყოს. რატო? არა მართლა გეფიცები. აი ხე ყველას ვეკითხებოდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა პასუხი. ვიცოდი რომ შენთან უნდა მოვსულიყავი და ყველას ვეკითხებოდი ჩემს მეზობელ თამრიკოს ვკითხე მაგალითად რომ თამრიკო, ახანა ვირუსი რომ არაა, შენ რას ფიქრობ? რა უნდა და ბიჭო, ახანა ვინუ საჭმელი არა და სასმელია, რა უნდა? მე მეთქარი მართლა მეთქი, ხომ არ გონია რომ მე გვატყუებენ, ეგება არის მეთქი ვირუსი და ჩვენ არ ვიცით. არა კაცო რა უნდა და ახლა ხანა ვირუსი არა ნამდვილად არა ვირუსი არა ვირუსი არა და ეს მიაჩნია რომ ძალიან ჩვეულებრივია რომ ვირუსი არაა გურიაში არც უნდა იყოს ხო არა არც უნდა ყოფილიყო რა უნდა რომ ყოფილიყო რა უნდა და არის ხალხი ბევრი გურიაში ჩასული იცი რა დედაჩემის სიტყვები ეგა მეორე მსოფლიო ომში რომ დაკარგული გვეგონა ის ხალხი გამოჩნდა არის ერთი ფუთფუთი და ფოცხავენ და რგავენ და ხნავენ და ძალიან მონდომებულია ჩემი გურულები მოკლედ ანუ ესე იგი ხალხი სოფლად ჩავიდა ესე იგი ეს ანუ გადაწყვეტა ასეა რომ არ მინახავს იტოვებული სოფლები შეივსო ჟალტამი რომ გადადიოდა და ღობის და ჭიშკრის სიმაღლე რომ იყო ბალახი ახლა ელავს ბევრი ეზო გაცოცხლებულია და ეს ძალიან ახარებს გულს იმიტომ რომ ძალიან უიმედობა იყო და უსიამოვნო სანახავი იყო რბილად რო ვთქვათ. ეხლა ეს სოფელი არასიამოვნო სანახავი მართლა ხანშესული ადამიანები რო ცხოვრობენ, ეხლა რთული. ხო, არც ხანშესული აღარ იყო, საიყო არ კაცი არ იყო. ისე გაივლიდი ასე კილომეტრს რო ყველა სახლი რომელიც შეგვდებოდა დაკეტილი იყო. მაგრამ მე ვიცი შენ ჩაის პლანტაციებზე ხარ გადასული. ხო, მე ბებიას პლანტაციამ გადასული კი არა ერთი. გადასული. აი გადასული. ჩაის პლანტაციებში ხარ შევარდნილი. იცი რა ბებიას ქონდა ჩაი. სულ ყოდა ჩვენი ბებიები, ყველა ჩემი ბებია მე ჩაიე იყო. ხო და კოლმეურნეები ვიყავით ჩვენ სხვა რა ეგ იყო ჩვენი საქმე და ეხლა ამას შევეცადე რომ ის პლანტაცია რომელიც სულ ვლიდი პლანტაციას რაც მქონდა 2 ჰექტარია სულ და მოვლილი მაქვს მოწესრიგებული მაქვს და ვცდილობ რომ კაი ჩაი დავამზადო ანუ მაგ ჩაის ასუშვები ხა და ისიც დაყენება როგორ უნდა დაამზადო რა უნდა არა ვიცი კაცო არა ვიცი გურიაში ხოლმე შემორჩენილია ჯერ კიდევ ტექნოლოგიები არაჩვეულებრივად ძველ ფაბრიკებში რომ მუშაობდნენ ის ხალხი ძველი მკრეფავებიც არიან და ჩაის კულტურა ჩვენთან არის ვიცი ჩვენ ჩას ვეძახით ხომ ჩაში მივალ ჩაში არა არც ერთ გურული არ იტყვის რომ ჩაიში მივდივარ აბა ჩაში მივალ მივალ ჩაში საიყაი ჩაში ჩაი ხო სულ სამი სიტყვა იმასაც ამოკლები ჩაში მივალ ჩაში საიყაი ჩაში კი და ის ქალბატონი როგორ ყავთ თალიკომამი და მეხი რო დაეცა თალიკომამი და საყვარელი ჩემი თალიკომამი და აღარაა ხო ცოცხალი აღარ თალიკომამი და მაგრამ მისი ისტორიები არის მეხის დაცემა ძალიან მეხის დაცემა კაი იყო ხო როგორ იყო დეეცა ქალიშვილობაში დეეცა მეხი ასე ყვებოდა თვითონ ჩვენ გვიყვებოდა ეს დიდი ხნის ამბავია თალიკომი და უკვე აღარ არის და დეეცა მეხი და ჩვენ გაკვირვებულები ვეკითხებოდით დედა თალიკომი და რა ფერ გადარჩი საგადარჩი თალიკომი და სხვათა შორის ჩვენს ნათესავს საყვარელს ძალიან მალხაზი ვყავს ერთი ხია ჩვენ მეზობელს და ნათესავს და თალიკო თქმა უნდა ნათესავები ვიყავით ჩვენ ყველანი ერთმანეთის და ამ მალხაზის არ ეთანხმებოდა აზრებში მალხაზი გამოთქვამს ხშირად პოლიტიკურ აზრებს და თალიკო ამ აზრებში არ ეთანხმება და მალხაზი არის მკითხველი კაცი ბევრი წიგნი აქვს დაკითხული ხო მალხაზის ხო და მალხაზი რო ყვება და თალიკო არ ეთანხმება შეაჩერებს ხოლმე
ბიჯო, მალხაზია. იმ წიგნებს რომ მკითხულობს, სამივა. სად მიდის? ანუ რატო კითხულობ? რატო კითხულობ? მაინც არ გეტყობა, ფერი წაკითხულის. ამას ნიშნავს ოღონდ სამივა. შენებდა, ბიჯო, მალხაზია. ამ წიგნებს რომ მკითხულობს, სამივა. სამივა. კიდე გააქვს აქია. სკოლის ამბები მაქვს მე, იმიტომ რომ კარგად მახსენდება იქაურობა და არაჩვეულებრივი მასწავლებლები ვყავდა. აი სხვანაირი ძალიან სკოლაში. კი, კარგები ძალიან. და კაი სკოლა მქონდა. ასკანის სკოლა იყო გამორჩეული და ბევრი რამე იმ სკოლიდან მაქვს წამოღებული და ემოცია და სიხარული. ასკანაში გავიზარდე კი, ჩემს სოფელს ასკანა ქვია, დიდი სოფელია. ეხა იმ სკოლის შენობაც კი აღარ არსებობს. ხო. კრებებს გვიტარებდნენ, ვანო. სკოლის ასე იყო ხუთშაბათ დღეს, რატომღაც არ ვიცი, იერარქიის მიხედვით კიბეზე შედგებოდა ჩვენი სკოლის დირექტორი რეზო ნინიძე, არაჩვეულებრივი გამორჩეული ეხლაც უმახიანი. იმის უკან სასწავლო ნაწილი კუკური ნინიძე მისი ბიძაშვილი, იმის უკან ჩვენი დამლიგებელი და დამმოძღრავი ქალბატონი ნათელა ჯაველიძე და სვეტლანა მასწავლებელი და ასე აეწყობოდნენ ასე კიბეზე და ტარდებოდა კრება. მოსწავლეებს გიტარებდნენ კრებას. ხო, მოსწავლეებს და ეს რაღაც ნიშნა აი რაღაცა იყო მაშინ სოციშეჯიბრები იყო ჯერ კიდევ მაგას მოვესწარი მე პიონერთა რაღაცა რიგებში მიღების საკითხები წყდებოდა და ტექნიკური საკითხებიც ბევრი. მათ შორის ერთი ასეთი განსაკუთრებული კრება მახსენდება ამ კიბეებიდან. ასეთ განან და ტუალეტი მქონდა ჩვენ ეზოში, სოფლის ტუალეტი, სკოლის ტუალეტი. და ამ ტუალეტს წინ მქონდა ამოშენებული ასე. ეს ხო არის ტუალეტი, ამის წინ იყო კედელი. ხო. სადაც თო მოწესრიგდე და ხშირად გინახავთ ალბათ გაჩერებებზე აი ყოფილა გარეთ ტუალეტი ჩვეულებრივი ჩეჩმა ხო და ბიჭებს ამ ტუალეტში შიგნით შესვლა ეზარებოდათ და ამიტომ იქვე ამ შეღობილში თუ ამ აშენებულის კედლის უკან ხდებოდა საკითხები და ნუ ეს არ იყო მთლად დილად რო ვთქვა სასიამოვნო და ესთეტური ამბავი და ერთი კრება ამას ეძღვნებოდა მაგრამ ამაზე ხო ძალიან უხერხული იყო ლაპარაკი კრებაზე ამიტომ კრება იყო სულ სამსიტყვიანი. შეით ბიჭო, შეით. ხოდა, ხელი კრება ეს იყო. შეით ბიჭო, შეით. ხოდა მე სამასწავლებლო იდგა ხო მაგ არა რა თქმა უნდა კრება იყო და მე ეს ჩვენი პეთ კოლექტივი და პერსონალი თუ რა ქვია პეთ კოლექტივი მე ხა დირექტორი გადასცემდა სიტყვას სასწავლო ნაწილს კუკური თქვი ბიჭო რაც ხარ თუ რა ღელავს რეზო კუკურისაც არა არაფერი სათქმელი და კუკურის სხვა ინტონაციით ჩაით ბიჭო ხით ეგ იყო მთელი კრება და ეს ძალიან გამახსოვს დღემდე მახსოვს. ახლა აღარც ის სკოლა, აღარც ის ტუალეტია და აღარც ერთი ცოცხალი აღარ არიან ბავშვების და ბევრი ვინმე ცოცხალი არა იმ მასწავლებლებიდან, მაგრამ ეგ კრება მახსოვს. შეით ბიჭო, შეით. მაგრამ ერთი რაღაცა პოსტი ვნახე შენი. ბავშვობაში რომ ვერიტანდი რომ გაგზავლიდნენ სადღაც, აი რაღაცის მოსატანად უფროსები, ხო? იცი როგორ არის? ისე გვეუბნებოდნენ რომ გვეზარებოდა კი არა, სიცოცხლე არ მინდოდა. ხო, აი მაგრამ ისე გვეუბნებოდნენ რომ ვერ ვეუბნებოდი თუ არს. არ გეზარება და აფერი. წაი ბაბუა გეიქეცი მომიტანე ერთი წყალი, არ გეზარება და აფერი. გეიქეცი ერთი კურიდან შემეიტანე კური, არ გეზარება და აფერი. გადაამბი ერთი იხფოი აქიდან იქით, არ გეზარება და აფერი. გეზარება და კი არა, სული ამოგდიოდა, მაგრამ ვერ იტყოდი ვერაფერს. მაგრამ გურულები აი მაინც პოლიტიკაში არიან ხოლმე ძალიან გათვითცნობიერებული. ანუ რაღაცები იციან, სულ იციან პოლიტიკის ამბავს. ყველა. რა თქმა უნდა, ჩადიხარ ყოველთვის გეკითხებიან. აქედან რომ ჩავდივარ ამბვის მოსასმენად გროვდებით, რომ ესე იგი მე ვითომ ძალიან გარკვეული ხა პოლიტიკაში, ტელევიზორით არა მაქვს, ვერ ვცნობ პოლიტიკურ მოღვაწეებს. რამდენიმე ვიცი, მეტია მნიშვნელოვანები. ხო და დანარჩენს ვერ ვცნობ, ხო და მე უნდა რაღაცები მოვყვე, აზრები გამოვთქვა და აუზიარო ჩემს მეზობლებს და განცდა რომ ძალიან აინტერესებდა გისმენენ. ამ დროს ყველას თავისი აზრი აქვს. და ყვები და გონია რომ იჯერებ და აჯერებას რომ იწყებ რომ მე მოწონს ახლა ჩემი მოყოლილი და რამე მნიშვნელოვანს ვაბობ უცებ გაწყვეტიებს მაი არა ამასე იწყებს თავისი ვერსიის მოყოლას იგივე ამბის გაგაჩერა არა მაი არა ამასე რაც უნდა ჭეშმარიტება თქო მაინც არ დაგიტა არა მაი არა ამასე და იწყებს თავისი ვერსიის მოყოლას და მე აღმოაჩენ რომ შენზე უფრო ერკვევა და შენზე უფრო იცის და შენზე უფრო იცნობს და ყველაფერში გარკვეული ყველაფერში გარკვეულია რა თქო არა მაი არა ამასე მაგრამ წინა მოსვლაზე მაშინ რუსთავიაში ვშოვდით შენ ერთი ამბავი გაიხსენე როგორ ჩამოასახლეს აქია ეს იყო ტოპ
ტოპ ამბავი სვანების ამბავი სტუმრობის ამბავი გადაცემებში რა ანუ ერთ საუკეთესო იყო სვანები რომ ჩამოასახლეს გურიაში და გურულებს და სვანებს რო ქონდათ შეუთავსებლობა რა ანუ ერთმანეთს ეგ ძნელი ამბავი იყო მართლა ძნელად მახსოვს იმიტომ რომ ძალიან სხვანაირი ხალხია რა ძალიან ეხლა ცოტაშორის ამდენი წელი გავიდა მე 40-ის ვარ უკვე და ყვები 30 წლის წინანდელ ამბობს ხო აი საინტერესო ეხლაც დინჯად დადიან ხო აი ნელა აი ხა რო ნახავ გურული ქალები ასე რომ უყურებ ხო ზიხარ ან აივანზე ან უცებ ხედა რომ ჩენი მეზობელი უცებ მირბის ასე ერთი მეზობელთან მეორესთან ჩქარა მოძრაობენ სვანები ახლაც ასენე ტერმინატორები დადიან ნელა მოაბიჯებს ასე ზვინივით ნელა დინჯად გაუღიმებლად ასე აი მოძრაობითაც შორს სილუეტებიცაც გაარჩევ რომელია სვანი და რომელი გურული რა გვარის ხალხია ანქსელიანი ონიანი დადვანი კურასბედიანი ჯარა ჩეფხანი უცნაური სახელები აქვს უნტერი ჩეფხანი ხო ჩეფხან კი ეგეთი გვარები და სახელები იყო და დაძახებითაც აი გურული მაგალითად რომ მიხვალ მოვა ვინმე ჩვენსას ან დაიძახებს ხო გურული დაიძახებს მერიკო ასე დაგიძახებს რომ გაგაგონოს არის გაგონება ხო ჩემი ჩულკი რომ გათხუე რო უყავი რო ასე დაგიძახებს მამაღლა ხო ეს მნიშვნელოვანი ამბებია ხო და ის რომ მოვა სვანი ასე დაიძახოს მერიკო ან იზნიქება მერიკო ბოლოს მერიკო მერიკო ბოლო მოძახილი არის ძალიან მაგარი აი გულს ამოაყო ხო მთელი ორგანიზმით იძახის მერიკო გურიაში ისე ანუ წინადადებებში იმდენი იუმორი დევს რომ იმის მოგროვება შეუძლებელია რა ანუ ვერ დაეწევი ხო და ну აი თუ გაქვს საინტერესო ახლა მოbrunდეს ხო გურიაში ხალხი აღარ იყო ანუ ხო აი წინა წლებში გურია ნამეტანი წასული იყო საქმე ხო და ეხლა ნელ-ნელა მოგროვდნენ თურქეთში ვეღარ მიდიან სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩაკეტილია საზღვარი ამასობაში ბთხნიან იქაურობას გაპრიალებულია ეს ზოები და მოვლილია ხო თავის მიწაწყალს ხო ამუშავებენ და თავარია კი ხო კი გურიის ამბები ერთი კაი ისტორია ანეკდოტივით დადის ეგ ამბავი უკვე იწოდა სახლი ხო ხის სახლები გვაქვს ჩვენ ყველას გურულებს ოდა სახლი ყველა გურული ხომ იძახის ბახმაროზე სახლი მაქვს და გეგონება სასახლე უდგას და ახვალ და ასე ოჩუპეხებს ვისაც არ უნდა კითხო ყველა გურულს ვისაც არ უნდა კითხო ბახმაროზე სახლი მაქვს ეტყვის ნებისმიერს ახვალ და რაც ხა ასე აჰაჰა წეიქცევა კარი რო აკანავებს ხო და სახლი იწვის სახლი გურიაში და მთელი სოფელი გაქცეულია რომ მე როგორმე ეს ოჯახი გადაარჩინონ და ეს ოდა სახლი გადარჩეს და ვიღაცა და გამოძახებულია ესა სახანძრო მანქანა უზურგეთიდან უნდა მევიდეს 20 კილომეტრია ჩემს სოფლამდე ხო და დატოვეს სოფლის ცენტრში მოხუცი კაცი რომ მოაო ახანე ვასობიძია რომ მოა იგიო სახანძრო მანქანაო ასწავლე რაფერ მევიდესო თუ მოუსწრებს ხო და დგანა ასე ჯოხზე ჩამოყუდებული და მევიდა რა ვარც იქნა და თელი სოფელი გაქცეულია სოფლის ცენტრში ელოდება და რაფერ მივალთი ხანძართანო და ასეო წახვიდე უნდაო და ასე ამ ღელეზე გახვალო მე ახვალ მაღლაო მე დაბლა ჩახვალ და მე გამოხვალ ასე განზეო და მიხვალ ეგერი იწვის ქეხედაო არავ მანქანი ამ ხელატვირთით რაფერ ავართო ხო ამ მანქანით არ ეისლება იქინე უხსნიან ახლა ამ კაცს აი კაცი ღელავს რომ ეჩქარა უნდა წევიდეს აი მანქანა და მაშინო ასე შემუარებიძიაო ასე ჩაის პუნქტია იქანეო და ასე მუხო ასეო და ისე უკან ამ ხრიდან რომ ახვალ ზეიდე იქიდან ჩამოხვალ დაბლაო არაო მასე რამ ხელაგზაზე რაფერ ვიძია შეხედე რამდენი წყალი მომაქო ვერაო აბა ტიალში მე ვდგან ვარ ძამა და მომასხი მაი წყალი მომასხი ტიალში მე ვდგან ვარ და მომასხი იმის რა მარტივი არის აგერა ვდგავართ მომასხი მაშინ ია ტიალზე მე ვდგან ვარ მაინც ვერ მიდიხარ და მე მაინც გამაგრილე ხო ტიალზე თუ არ გინდა გორებზე სიარული თუ არ გინდა ტიალში მე ხო და იგი კტება ერთი მოხუცებული კაცი კტება და ესე გამეიძახეს სასტრაფო და იგიც ასე მოდის შორიდან უზურგეთიდან ხო და სასტრაფო რომ მოდის იწყებს წერას რატომღაც რა ვიცი ყველა სასტრაფო ასეა ჩემთანაც რომ მოდის ხან ალერგია მაქვს და რომ მოდის იწყება ჯერ შევსება და ეტყობა ამასთანაც ასე ავსებენ ხო და მანუჩარბიძია ერთი და მოხუცია უკვე ხო და ეკითხებიან ბატონო მანუჩარ თქვენი სახელი თქვენი გვარი ისა ესა და თან აინტერესებს თუ ადეკვატური ხო და ეკითხება
რამდენი წლის ბრძანდებით, რა ვიცი, ვიძია მაგ წამას თუ დამალები ხე გავხდები 21. დამალევია მაგამას 21-ის გავხდები. ძალიან მაგარია ზურა. მე მყავს არაჩვეულებრივი და საყვარელი, ძალიან საყვარელი მასწავლებელი მებაღეობაში ჟუჟუნა ავალიშვილი. ხო, ჟუჟუნა. ბოტანიკურ ბაღში მუშაობდი, ჟუჟუზე ბევრი ისტორია მაქვს და ბევრი იცნობს. ყველაზე საყვარელი ადამიანი ვინც კი ჩემს ირგვლივ გაფაჩუნებულა. და ძალიან მიყვარს და ჟუჟუს მოკლედ ძალიან ასაკშია და ბევრი ავადმყოფობა ჭირს. და ძალიან ხშირად ვტება ჟუჟუნა. ხო, ანუ ყველა კვირას ვტება, აი ეგეთ მდგომარეობაშია. ღმერთმა აცოცხლოს ჟუჟუნა 20 ჯერაა მომკვდარი და გაცოცხლებული. და ერთ-ერთი ასეთი მორიგი სიკვდილის დროს დაგვირეკა ელისომ შვილმა, რომ დედაო, გვტოვებს ცუდათაო. ხო. მას მე 20 წელი გავიდა მე მგონი. ხო და გავქანდით და წევს ჟუჟუნა არამიანცის ავადმყოფოში. ასე თვალები გადატანილი, ძალიან მოკლედ აზრი არ ეკითხება, არ ესმის, 3 დღე არ უჭამია, არ უსვია. მოკლედ ჩავთვალეთ, რომ რას ვიზამთ. და ძალიან შევწუხდით და ვხედავთ ახლა აქეთ მე და ჩემი თანამშრომელი და ლაპარაკობთ ამბავს, უცებ ხوار გამოვიქცევით. ხო. და ლაპარაკობთ და ჟუჟუნას ესმის ალბათ, რა ვიცი, ან არ ესმის. გონია რომ ჟუჟუნა აღარ არის, გამოტირებული ყავს. ემშვიდობებით რა. არა, გამომშვიდობებული ვართ უკვე. უკვე ჟუჟუნა გამოვიტირეთ და ხა ვხედავთ, რომ არ გამოვიქცეთ, რომ ცოტა ელისო ანუგეშოთ. ხო და ამბავს ყვებით, რომ დედა რაფერ წვიმს და როის გადაიღებს, აი წვიმა და რა ამბავია და მილპება ჩითილი და ფესვის ყელის სიდამპლე და ჩვენ ამბებს რაღაცას, აი ბაღის ამბებს ერთმანეთს უზიარებთ. მე და ჩემი თანამშრომელი. და უცებ ხმას აიქიოდან. ღია მარგანცოვკით მორწყით, ღია მარგანცოვკით. ზამხო თავიხო. უცებ გაახილა თვალები. ღია მარგანცოვკით. რაკი ჟუჟუნამ გამოახილა თვალები და გაცოცხლდა, რომ გადავირიეთ გაგვიხარდა და მოვეფერეთ ჟუჟუს და ახლა დადგა დრო, რომ ჟუჟუნას გაუკეთონ გადასხმა, უნდა შეუყვანონ. რაღაცა და ვერაფრით ვერ პოულობენ ამ ვენას. მოვიდა ერთი უფროსი, გამოცდილი, ისეთი ექიმად ცადა, მოკლედ ჟუჟუნს ვერ და აი გატანჯულია საწყალი, ისე დღეშია, რომ უნდა რომ ისევ გადაიქნიოს თავი და უცებ ის არა ქვია, ეკითხებიან თქვა ვიღაცა მიქა პერსონალმა, რომ უნდა მეუყვანოთ ხათუნა. ერთი ხათუნა, რომელიც და ხათუნას იმედი გვაქვს და მოვიდა ხათუნა, მშვენიერი გოგოა და ხალბატონო, აბა ისე და მომეხმარეთ ისე ასე და გადაუჭირა და შეუყვანა ეს ის არა ქვია. მაგრამ ძალიან დატანჯულია ჟუჟუნა. წესით უნდა იყოს, არაფრის თავი არ უნდა კონდეს, ყველა ლოგიკით. და უცებ ამ პროცესშია ხათუნა და ეკითხება, დედა, რამდენი წლის ხარ შენ? და ხათუნას ასაკი გამოიკვლია და რომ წავიდა ეს ხათუნა ეს რომ დაუდგეს უკვე ეს წვეთოვანი, ვიფიქრეთ ჟუჟუნამ ხო არ გაუბერა ცოტა, გააფრინა და ელისო მივარდა და ეკითხება, დედა, რა თქინდოდა იმის ასაკი? სურიკოსთვის მომეწონა. ძალიან ჩემი გულშემატკივარია და დარდობს რომ მე არ მაქვს სრულფასოვანი ოჯახი რო არ სურიკოსთვის მომეწონა. ამოშომაულება მომინდომა ხათუნას გარიგება მოინდომა. აх, ძალიან მაგარია ზურა, ესე იგი, აი არაჩვეულებრივი ენა გაქვს, იუმორი გაქვს სასწაული, მოკლედ. ანუ რა არის ლაპარაკობ, აი პირდაპირ ქსივა ხუმრობები, ანუ გურულებს აქვთ ეს ხასიათი რა. ხო, ეს მერგო, ანუ იმ ხელა სიყვარული მერგო გურიიდან. ხო. იუმორი არ ვიცი ალბათ, მაგრამ აი სიყვარული ნამდვილად იმდენი წამოვიღე, იმდენი მომცა ჩემმა ოჯახმა, ჩემმა მასწავლებლებმა, ჩემმა ნათესავებმა, რომ მას მე ვარიგებ და არ გათავდა. ბევრია. ღმერთმა ბევრი მოგცეს. თქვენ კარგად გამყოფოთ, მიხარია, რამდენს დამიძახებ, იმდენჯერ მოვალ. მიხარია შენთან. წარმატებები. ოუ, მერიკო. მერიკო. ოუ, მერიკო. ძალიან დიდი მადლობა ზურა შევარდნაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა.